როდესაც დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბარნჰამმა 24 აგვისტოს უკრაინას ეწვია, მას რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა ჩაფიქრებული. რაღაც ისეთი, რაც რუსეთს გააცოფებდა იმდენად, რამდენადაც უკრაინას გაახარებდა. ბარნჰამმა დრო არ დაკარგა და მალევე გაამჟღავნა რა იყო ეს განსაკუთრებული რამ. დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს საიდუმლო ინფორმაციას იარაღის სისტემაზე, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ რუსეთს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პუტინის ძალებმა უკვე ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენს ეს იარაღი. ეხლა უკრაინა თავად შეძლებს ამ იარაღის შექმნას. რუსეთი გაცოფებულია. რუსეთი უკვე მოქმედებს და იმუქრება, რომ დიდი ბრიტანეთი შეაშინოს და უკრაინას ჩამოაშოროს. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რაც პუტინს აიძულებს შეეგუოს ფაქტს, რომ უკრაინის შორმანძილზე მოქმედების სტრატეგია ახალ დონეზე ავიდა. ბერნჰემის დიდი განცხადებაა, რომ დიდი ბრიტანეთი გადასცემს უკრაინას საიდუმლო ტექნოლოგიასა და ინფორმაციას, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს თავად დააწყოს Storm Shadows რაკეტები. ეს ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც საფრანგეთშიც იწარმოება სახელწოდებით Scalp, უკრაინას მისცემს საშუალებას მიაყენოს უფრო ძლიერი დარტყმები გამაგრებულ ობიექტებზე, რომლებიც ასობით კილომეტრით რუსეთთან საერთო საზღვარში მიხმამდებარეობს. დიდმა ბრიტანეთმა ეს ყველაფერი პოსტით ოფიციალურად დაადასტურა ბერნჰემის განცხადების შემდეგ, სადაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლუკ პოლარდმა განაცხადა და პირადადაც უთხარი მათ როგორც ახლავეობნები, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ეს არის ვალდებულება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სწორია, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაც არის. ეს განცხადება მოჰყვა იმას, რაც საფრანგეთმა გააკეთა უკრაინისთვის ერთი თვით ადრე. 14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა უკრაინას მისცა ლიცენზია რამდენიმე მნიშვნელოვანი იარაღის წარმოებაზე, მათ შორის ასტერის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, აზმჰამერის მართვადი ბომბები და სკალპის რაკეტები. ბოლო შემთხვევაში საფრანგეთი და უკრაინა მიზნად ისახავენ 2026 წლის ბოლომდე გაერთიანებულ სამეფოში Scalp Storm Shadows რაკეტების საწარმოო ხაზის შექმნას. რაც უკრაინას საშუალებას მისცემს დააბანდოს ინვესტიცია და თავად აწარმოოს ამ რაკეტების საკუთარი ვერსიები რუსეთის წინააღმდეგ გამოსაკენებლად. გაერთიანებული სამეფოს ბოლო ნაბიჯი ხსნის ერთადერთ ბარიერს, რომელიც ამ საწარმოო ხაზის შექმნას უშლიდა ხელს. სანამ დეტალებს აგიხსნით, თუ გსურთ მხარე დაუჭიოთ სამხედრო შოუს, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. თუ კიდევ უფრო მეტი გსურთ არხისგან, გახდით წევრი ექსკლუზიურ კონტენტზე წვდომისთვის. როგორც The War Zone იუწყება, გაერთიანებულმა სამეფომ მისცა ნებართვა MBDA-ს, რომელიც Storm Shadows თავდაცვითი კონტრაქტორია. გაავრცელოს საიდუმლო ინფორმაცია ბრიტანეთში დამზადებული კომპონენტების შესახებ, რომლებიც ამ რაკეტაში გამოიყენება. ეს იყო ის ბარიერი, რომელიც ახლა გაქრა. უკრაინას უკვე ჰქონდა ლიცენზია საფრანგეთისგან. უნდა სცოდნო და რას ამატებს გაერთიანებული სამეფო ამ რაკეტებში და რაც მთავარია. ასევე უნდა დადოს შეთანხმებები ამ კომპონენტებს წარმოებლებთან, რათა საკუთარი საწარმოო ხაზები ამუშავოს. საბოლოოდ ბარნჰემის განცხადება ტექნოლოგიების გადაცემას ეხება. განცხადება მიუთითებს, რომ გაერთიანებული სამეფო მიიღებს რაღაცას, სანაცვლოდ იმისთვის, რომ ამ საიდუმლო ინფორმაციას უკრაინას გადასცემს და მალე გაიგებთ რა არის ეს. რაც შეეხება წარმოებას, თავარი კითხვა ეხლა ისაა, რამდენი დრო დასჭირდება უკრაინას, რომ საკუთარი Storm Shadows რაკეტების წარმოება დაიწყოს, ეხლა როცა ეს ბარიერი მოხსნილია. საფრანგეთს და უკრაინას სურთ, რომ წარმოება 2026 წლის ბოლომდე დაიწყოს, მაგრამ ეს არ არის ისეთი მარტივი, რომ უბრალოდ მწვანე შუქი მისცე და რაკეტების წარმოება დაიწყოს. აქ საქმე არ ეხება უკრაინის ტექნიკურ შესაძლებლობებს. როგორც კია ჯაილზი, რომელიც Chatham House-ის ანალიტიკური ცენტრის ასოცირებული წევრი არნიშნავს, უკრაინის ტექნიკურ ექსპერტებს დიდი ალბათობით უკვე აქვთ შესაძლებლობა ააწყონ ისეთი რთული იარაღი, როგორიცაა Storm Shadow, თუ მათ აქვთ შესაბამისი ნახაზები. უკრაინა როჩენისთვის ამ პერიოდში ავითარებს ძალიან მოქნილ, ძლიერ მოტივირებულ და დეცენტრალიზებულ თავდაცვის ინდუსტრიას, რომელიც მიმდინარე საჭიროებებთან ადაპტაციის თვალსაჩინო ციის თვალსაზრისით ბევრად უსწრებს დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ანალოგიურ თავდაცვის ინდუსტრიას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, როგორც გილზრიც გილსი არნიშნავს. ასე რომ თუ რაიმე დაბრკოლება არსებობს, ეს ტექნიკური ცოდნა არ იქნება. ეს იქნება წარმოების დაწყებისა და ამუშავების პრაქტიკული მხარე. Al Jazeera იუწყება, რომ 2026 წლისთვის წარმოების დაწყების მიზანი შესაძლოა რეალისტური არ იყოს. ის მიუთითებს შეფასებებზე, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ახალი პარტია Storm Shadows რაკეტების წარმოებას შეიძლება დაახლოებით 2 წელი დასჭირდეს, როგორც რაკეტის სიფთულის, ასევე იმ ფაქტორის გამო, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს საწარმოების აშენება და განვითარების კონტრაქტების გაფორმება. მიწოდების ჯაჭვის სიფთულეებმაც შეიძლება ითამაშოს როლი. Storm Shadow შეიცავს რამდენიმე ამერიკულ ტექნოლოგიას, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შესაგებს შესაძლოა ამერიკის თანხმობის მიღება დასჭირდეთ, სანამ წარმოება სრულ თანხმობას მიიღებს. თუმცა გაურკვეველია, გავრცელდება თუ არა ამერიკის თანხმობის საჭიროება უკრაინის მიერ ამ რაკეტის წარმოებაზე. გარდა ამისა, უკრაინამ უკვე არაერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია იარაღის კონცეფციიდან წარმოებამდე რეკორდულ დროში მისვლა. როდესაც მას უკვე აქვს ნახაზები, როგორც ახლა დიდი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიაწოდეს, დიდი შანსია, რომ უკრაინა იპოვის გზებს წარმოების პროცესის დასაჩქარებლად, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს ხშირად ბევრად უფრო დიდ დროს სჭირდება, ზუსტად როგორც ჯაილსი არნიშნავს. ეს არის სირთულეები, რომელთაც უკრაინა დროთა განმავლობაში გაუმკლავდება და დაძლევს. თავარი სიახლე კი ისაა, რომ ახლა უკრაინას თითქმის ყველა საჭირო კომპონენტი აქვს, რათა იმდენი Storm Shadows რაკეტა აწარმოოს, რამდენიც სურს რუსეთის წინააღმდეგ გამოსაკენებლად. ეს ამდენიმე მიზეზის გამო მნიშვნელოვანია. Storm Shadow ძლიერია და უკრაინამ უკვე ზუსტად იცის, რისი გაკეთება შეუძლია მას და როგორ გამოიყენოს იგი საუკეთესოდ.
Storm Shadow-ს შესახებ ძირითადი ინფორმაცია მიღებულია Missile Threat-იდან და CNN-იდან. ისინი ამბობენ, რომ რაკეტა შეიძლება გაუშვან გემებიდან, წყალქვეშა ნავებიდან და თვითმფრინავებიდან, ხოლო უკრაინისთვის ყველაზე სავარაუდო არჩევანი სწორედ თვითმფრინავია. მისი სიგრძე 5.1 მეტრია და გაშვებისას იწონის 1300 კილოგრამს. Storm Shadow იყენებს turbojet თრავას, რათა 400 კილოგრამიანი მაღალფეთქებადი შემღწევის საბრძოლო ქობინი 550 კილომეტრამდე დაშორებით მიიტანოს გაშვების წერტილიდან. გაშვების შემდეგ Storm Shadow იყენებს GPS, შიდა ნავიგაციის სისტემებსა და რელიეფზე ორიენტაციას, რომლებიც ავტომატური სამიზნის ამოცნობასა და ინფრაწითელ მაძიებლებთან ერთად ეხმარება სამიზნეზე ზუსტად დამიზნებაშნებაში. ამინდი Storm Shadow-ზე გავლენას არ ახდენს, არც ღამის პირობები. უკრაინას შეუძლია ეს რაკეტა მაშინ გაუშვას, როცა უნდა, სხვადასხვა სამიზნის წინააღმდეგ და იყოს შედარებით დარწმუნებული, რომ Storm Shadow სიზუსტის გამო სამიზნეებს მოხვდება. ეს მხოლოდ თეორია არ არის. უკრაინა Storm Shadow-ს ომის დიდი ნაწილის განმავლობაში იყენებდა რუსეთთან და ამ პროცესში საკმაოდ სერიოზული მიზნები გაანადგურა. ამ ახალი შეთანხმებებამდე დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი Storm Shadow-ს და Scalp-ის რაკეტებს უკრაინას საკუთარი მარაგებიდან აწვდიდნენ. უკრაინას უკვე აქვს სხვადასხვა პლატფორმა, საიდანაც შეუძლია Storm Shadow-ს გაშვება, მათ შორის Mirage 2000 ტიპის, გამანადგურებლები და საკუთარი მოდიფიცირებული საბჭოთა პერიოდის გამანადგურებლები, მათ შორის Su-24. და ეს პლატფორმები უკვე არაერთხელ ეფექტურად გამოიყენეს რუსეთის წინააღმდეგ. შავი ზღვის ფლოტმა ამ რაკეტების ძალა საკუთარ თავზე იგრძნო. გარდა ცალკეული სამხედრო გემების წინააღმდეგ დარტყმებისა, უკრაინამ Storm Shadow გამოიყენა ფლოტის ყოფილი შტაბ-ბინის დასათმელად სევასტოპოლში, ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში. სწორედ ასეთი ტიპის დარტყმებმა აიძულა რუსეთი დაეტოვებინა თავისი ყირიმის საზღვაო ბაზა და გადაეტანა ფლოტის შედარებით უსაფრთხო ნოვოროსიისკის პორტში, რადგან Storm Shadow-ს მოქმედების არეში დარჩენა ძალიან სახიფათოდ მიიჩნეოდა. უკრაინამ Storm Shadow-ს რაკეტები ასევე გამოიყენა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში გამაგრებული ობიექტების დასათმელად. 2025 წლის ოქტომბერმა ეს დაადასტურა, როდესაც უკრაინამ Storm Shadow-ს რაკეტებით ბრიანსკში მდებარე რუსულ ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელა. BBC-ს ინფორმაციით, სულ დაახლოებით 225 რუსული ბაზაა, რომელსაც უკრაინა Storm Shadow-ს რაკეტებით შეძლებს დაარტყას, თუ შესაბამისი მარაგები ექნება. ეს მარაგები შეიძლება სწორედ ამ საიდუმლო ინფორმაციის გაზიარებამ უზრუნველყოს, რასაც დიდი ბრიტანეთი ახორციელებს. და ეს ყველაფერი არ არის. 22 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სტრატეგიაში ცვლილება გამოაცხადა. ამის ნაცვლად, რომ რუსული სახიფათო ისკანდერერის ბალისტიკური რაკეტები ჩამოაგდონ, რაც ახლა რთულია, რადგან უკრაინას გადამჭრელი რაკეტების დეფიციტი აქვს. უკრაინა ამის ნაცვლად დაიწყებს იმ გაშვების ადგილების მიზანში ამოღებას, საიდანაც რუსეთი ამ რაკეტებს უკრაინის მიმართულებით უშვა. უკრაინამ უკვე დაიწყო ამ სტრატეგიის განხორციელება, რადგან ზელენსკის განცხადებას თან ახლდა დადასტურება ისკანდერის გაშვების ადგილის დაბომბვის შესახებ სასაზღვრო რეგიონებში. დაკავშირი აქვს ამას იმასთან, რომ უკრაინას შეუძლია საკუთარი Storm Shadow-ის რაკეტების წარმოება. ყველაფერი მანძილზეა დამოკიდებული. Missile Defense Advocacy Alliance-ის მიხედვით, ისკანდერის რაკეტებს აქვს დაახლოებით 400-დან 500 კილომეტრამდე სროლის მანძილი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გაშვების ადგილები უნდა იყოს ამ მანძილზე უკრაინის ტერიტორიიდან, რათა ისკანდერის რაკეტები ეფექტური იყოს. ეხლა გაიხსენეთ Storm Shadow-ის სროლის მანძილი. მაქსიმალურ შემთხვევაში ეს ფრთოსანი რაკეტა შეიძლება მიაღწიოს სამიზნეებს 500 კილომეტრამდე დაშორებით. პაზლის ნაწილები იდეალურად ეწყობა. უკრაინას სჭირდება ისკანდერის გაშვების ადგილების განადგურება. Storm Shadow-ით უკრაინა ირებს რაკეტას, რომელსაც საზღვრის რეგიონები. რუსეთის ერთადერთი გამოსავალი იქნება გაშვების ადგილების Storm Shadow-ის სროლის მანძილიდან გაყვანა, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ისკანდერის რაკეტები ვეღარ მიაღწევენ უკრაინას. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, გააკეთებს ამას თუ არა. ან დატოვებს გაშვების ადგილებს ადგილზე და მისცემს Storm Shadow-ს შესაძლებლობას გაანადგუროს ისინი, ან უკან დაიხევს და საკუთარ ბალისტიკურ სარაკეტო სტრატეგიას ძლიერ დათმას მიაყენებს. ასე რომ დიდი ბრიტანეთის განცხადება უკრაინისთვის მომგებიან ვითარებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე გამარჯვებაა თავად დიდი ბრიტანეთისთვისაც. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა ერთფრთოვი პროცესი არ არის. დიდი ბრიტანეთი თავის გულუხობის სანაცვლოდ რაღაცას იღებს. ეს სინამდვილეში კარგი ამბავია უკრაინისთვის და ახლავე აგიხსნით რატო. სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ და შეტყობინებები ჩართული გაქვთ, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები. Aviationist-ის ანგარიში დიდი ბრიტანეთის ბოლო ნაბიჯის შესახებ ნათქვამია, რომ უკრაინა დიდ ბრიტანეთს მისცემს წვდომას თავის Avengers-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიებზე. სანაცვლოდ კი მიიღებს Storm Shadow-ის ტექნიკურ მონაცემებს. ეს შეთანხმება დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის 100 წლიანი პარტნიორობის ნაწილია და ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი მიიღებს წვდომას ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე, რომელიც რეალურ მონაცემებს იღებს კამერებისა და ინფრაწითელი სენსორების მეშვეობით, რომლებიც მთელ უკრაინაშია დამონტაჟებული. უკრაინა ამ მონაცემებს იყენებს თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელების საწვრთნელად, რაც მათ საშუალებას აძლევს სამიზნეები ავტონომიურად აღმოაჩინონ. დიდი ბრიტანეთისთვის ასეთი თვალთვალის შესაძლებლობა გადამწყვეტია. დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებით და სურს ნებისმიერი ტექნოლოგია, რომელიც მის იარაღის სისტემებს გაუადვილებს სამიზნე დაერჩიონ, ყველაფერი, რასაც რუსეთი ბრძოლის ველზე გამოიყენებს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა Wes Streetingმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რას ნიშნავს ეს.
უკრაინა თავდაცვის ინოვაციების წინა ხაზზეა, რადგან მამაცად ეწინააღმდეგება პუტინის უკანონო შეჭრას. სამხედრო აღჭურვილობითა და წორთმით მხარდაჭერიდან დაწყებული უახლესი ტექნოლოგიების ერთობლივ განვითარებამდე. დიდი ბრიტანეთი უკრაინას გვერდით დაუდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მან განაცხადა. შემდეგ გაერთიანებითული სამეფოს წამყვანი მეცნიერების, ინჟინერებისა და ტექნოლოგიური კომპანიების უკრაინის უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებასა და მონაცემებთან ჩვენ გავაძლიერებთ ორივე ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. და სწორედ ამიტომ ეს კარგია უკრაინისთვის. რაც ზედაპირზე შეიძლება ჩანდეს, თითქოს დიდი ბრიტანეთი მხოლოდ მაშინ აძლევს რამეს, როცა სანაცვლოდ რაღაცას ირებს, სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ უკრაინის დრონული დიპლომატია შედეგს იძლევა უფრო ღრმა ინტეგრაციისა და გაძლიერებული თანამშრომლობის გზით იმ პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას უფრო ძლიერს ხდიან. 2026 წელი გახდა ის წელი, როცა უკრაინის უწყვეტი ინვესტიცია, უფრო ძლიერი და ჭკვიანი დრონების შექმნაში ნამდვილად დაიწყო შედეგის მოტანა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე იმ თვალსაზრისით, თუ რას ნიშნავს ეს დრონები უკრაინის შესაძლებლობისთვის, რომ მოლაპარაკება აწარმოოს თავის პარტნიორებთან. უკრაინამ შეძლო თავისი დრონების გამოყენება, რათა დაემყარებინა კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რომლებიც დაზარალდნენ ირანში ჩატარებული ოპერაცია Epic Fury-ის შედეგებით. Forbes ამატებს, რომ უკრაინა ახლა აკალიბებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნება უკრაინის შესაძლებლობას შექმნას ისეთი ტიპის დრონები, რომლებიც რუსული თავდასხმებისგან დაცვის საშუალებას იძლევა. ისესაც ხედავთ, როდესაც დიდი ბრიტანეთი იღებს სტომას Avengers-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიებზე. კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ამტკიცებენ უკრაინის დრონები, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ქვეყანა როგორც თავდაცვის პარტნიორი და თანამშრომელი. შეგიძლიათ იგივე თქვათ იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ენდოს Storm Shadow-ის საიდუმლოებების გადაცემით. ეს აჩვენებს ნდობის იმ დონეს, რომელიც უკრაინამ დიდი ძალისხმევით მოიპოვა. და უკრაინის დრონული დიპლომატიის მიღმა ეს კიდევ ერთი მაგალითია იმ გრძელ სიაში, სადაც უკრაინა და დიდი ბრიტანეთი აძლიერებენ თანამშრომლობას რუსეთთან ბრძოლაში. ჩვენ ვახსენეთ 100 წლიანი პარტნიორობის შეთანხმება. ამ ორ ქვეყანას ასევე აქვთ ხელმოწერილი უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმება 2024 წელს. 2020 წლის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და განზრახულების დეკლარაცია, რომ გაერთიანებული სამეფო მიიღებს მონაწილეობას მრავალეროვნული ძალების განთავსებაში, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის დაცვასა და აღდგენას ომის დასრულების შემდეგ. ეს არ იყო ისეთი შეთანხმება, სადაც შენ რაღაცას მაძლევ და მე სანაცვლოდ რამეს გაძლევ. ეს არის გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის მიერ თავდაცვითი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც წლებია მიმდინარეობს. რუსეთი ამ ყველაფრით უკმაყოფილოა და მისი რეაქცია ყველაფერს ამბობს. პუტინი იძულებული გახდა ეყურებინა, როგორ უმატებს უკრაინა კიდევ ერთ ძლიერი იარაღს თავის არსენალს. Storm Shadow-ის რაკეტების დამოუკიდებლად წარმოების უნარი უკრაინას კიდევ უფრო საშიშშორ მანძილზე მოქმედ საფრთხედ აქცევს რუსეთისთვის. და ეს ისე არა, თითქოს უკრაინა უკვე სასიკვდილო არ იყო. უკრაინამ ღრმა დათმობები განსაზღვრა, როგორც მთავარი გზა შიგნიდან გაანადგუროს რუსეთის საომარი მანქანა, როგორც ეკონომიკურად დასუსტებით, ასევე მომარაგების ჯაჭვების განადგურებით, რომლებიც ფრონტამდე მიდის. გარდა იმისა, რომ მომავალში Storm Shadow-ის წარმოება დაიწყება, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია ყოველდღიურად აწარმოოს 300-მდე გრძელდისტანციური დრონი, თითოეულის მოქმედების რადიუსი 3000 კილომეტრია. ამის განხორციელებისთვის მხოლოდ დაფინანსება ასაჭირო. უკრაინა ასევე მუშაობს ბალისტიკურ რაკეტებზე. გაეროს ცნობით უკვე დასრულებულია მიწის გამოცდები FP7 ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელსაც ავითარებს Firepoint-ი, ცნობილი Flamingos დრონისა და რაკეტის ჰიბრიდის შემქმნელები. Firepoint-ის გენერალური დირექტორი ირინა ტერეკი აცხადებს, რომ უკრაინა ახლა ემზადება ამ რაკეტის საბრძოლო გამოცდისთვის, რომლის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 200 კილომეტრია და უახლოეს მომავალში რუსულ ობიექტზე დარტყმას გეგმავს. უკრაინამ უკვე შეიმუშავა შორ მანძილზე მოქმედი იარაღების სასიკვდილო კომბინაცია, რომელიც პუტინს ძალით ახევენ თავს. უკრაინის მიერ დამზადებული კიდევ მეტი Storm Shadow-ის რაკეტის დამატება ამ კომბინაციაში უბრალოდ კიდევ უფრო მწარეს გახდის ამ კოქტეილს რუსეთის პრეზიდენტისთვის. პუტინს ასევე არ მოეწონება ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის ბოლო ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მეტ კონტროლს იღებს იმაზე, რამდენი Storm Shadow აქვს და როგორ იყენებს ამ რაკეტებს. როგორც კი საწარმოო ხაზები ამოქმედდება, უკრაინა შეძლებს თავად აკონტროლოს წარმოების ტემპი, მარაგების შევსება და შენარჩუნება, იმის ნაცვლად, რომ Storm Shadow-ის შეტევებისთვის უცხოურ მარაგებზე იყოს დამოკიდებული. შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ, რომ უკრაინას მისცენ ნებართვა შეცვალოს Storm Shadow თავისი საჭიროებებისთვის, მაგალითად მოარგოს მიწიდან გაშვებისთვის, ან შეცვალოს მართვის სისტემა. ეს ყველაფერი შესაძლებელია. რუსეთს ეს სხვაზე უკეთესად ესმის და გაბრაზებულია გაერთიანებულ სამეფოზე. Barnham-ის კიევში ვიზიტამდე რუსეთმა გადაწყვიტა გაიწვიოს თავისი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, რაც აშკარად მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის დაშინებას. ანდრიი კელენი, რომელიც 7 წლის განმავლობაში მსახურობდა ელჩის როლში, რეალურად ვიზიტამდე ერთი თვით ადრე გაიწვიეს, თუმცა რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 23 აგვისტოს გავრცელდა. ეს გაწვევა ასევე მოხდა გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩოს მხრიდან დაპირებას, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის საბრძოლო დრონების მიწოდების გადაწყვეტას შედეგები მოხდებოდა. რუსეთი გაბრაზდება იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ახლა უკვე დრონებზე უფრო ძლიერი რაღაცის შექმნაში ეხმარება და ამას ვხედავთ კრემლის 25 აგვისტოს პასუხში Barnham-ის ვიზიტზე.
რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი ფედოროვი ამბობს, რომ შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს დრონების ქახნებზე უცნობი წყაროებიდან ნახევრად სამხედრო ხასიათის პასუხი იყოს. რადგან გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას Storm Shadow-ის შესახებ ინფორმაცია გაუზია. რუსეთი აღარც კი ცდილობს დამაჯერებელი უარყოფის საფარის მიღმა დამალვას. არავინ დაიჯერებს, რომ წყაროები უცნობი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ განცხადებას რუსეთის ყოფილი მინისტრი აკეთებს. ეს მუქარები იმ ფსიქოლოგიური თამაშების ნაწილია, რომლებსაც პუტინი იმ ქვეყნებს ეთამაშება, ვინც მის ცუდ მხარეს აღმოჩნდება. მაგრამ ეს ცუდი რამ არ არის. ყოველთვის როცა რუსეთი მუქარების გამოთქმას იწყებს, ეს მთელ მსოფლიოს უჩვენებს, რომ კრემლი შეშფოთებული. ყველა მცდელობა, რომელიც ადრე გაერთიანებული სამეფოს უკრაინის მხარდაჭერის შეცვლისკენ დაშინებას ისახავდა მიზნად, წარუმატებლად დასრულდა. ამიტომ მუქარები ძლიერდება, არა აუცილებლივ იმიტომ, რომ რუსეთს შეუძლია ამ მუქარების შესრულება, არამედ იმიტომ, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ეძებენ იმ ერთ მაგიურ მუქარას, რომელიც მოულოდნელად აიძულებს დიდ ბრიტანეთს უკან დაიხიოს. რუსეთი ვერ იპოვის ამ მუქარას. მიუხედავად იმისა, რომ ელჩის გაწვევა ახალი ხრიკია, რუსეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის ობიექტზე ჰიბრიდული თავდასხმის იდეა არაფერი ახალი არ. რუსეთი ამას თითქმის პუტინის შეჭრის დასაწყისიდანვე აკეთებს. როგორც გამოცემა ინდეპენდენტი აღნიშნავს, კრემლის მედია დიდ ბრიტანეთს 2022 წლიდან ემუქრება. გამოცემა მაგალითებად მოყავს ომის მხარდამჭერი ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვის განცხადებები, რომელიც საუბრობს დიდი ბრიტანეთის ბირთვულ დაბომბაზე სარმატის რაკეტებით და სხვა პირები, რომლებიც ცდილობენ დიდი ბრიტანეთი წარმოაჩინონ როგორც ერთგვარი ბოროტი კულისების მოძრავი ძალა, რომელიც დასავლეთის რუსეთის მიმართ მთელი პოლიტიკის უკან დგას. ამიტომ ბოლო მუქარები დიდ ბრიტანეთზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ეს არნიშნავს, რომ მუქარებს სერიოზულად არ მიუდგებიან. ყველა მუქარა ცარიელი არ არის, მაგრამ რუსეთი ვერ შეძლებს დიდი ბრიტანეთის დაშინებას და უმოქმედობის იძულებას, როგორც ეს წარსულშიც ბევრჯერ ვერ მოახერხა. ამას ყველაზე უკეთ თავად ბარნემი ამბობს. დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ბარნემმა განაცხადა: ჩვენ ის მეგობრები არ ვართ, რომლებიც მხოლოდ კარგ დროს არიან გვერდით. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით მაშინაც, როცა ყველაზე მეტად დასჭირდება და ეს არ შეიცვლება. ამის დასამტკიცებლად დიდმა ბრიტანეთმა ახლახან უკრაინას მისცა ცდომა ნებისმიერ ამინში მოქმედი იარაღზე, რომელსაც შეუძლია რუსეთი გაანადგუროს. პუტინის მსახურები დაემუქრებიან და შეეცდებიან დაიყოლიონ, მაგრამ მათ ვერ შეაჩერებენ ქარიშხალს, რომელიც მათკენ მოემართება. პირდაპირ ვთქვათ, რუსეთს არ აქვს კარგი გამოცდილება მუქარებთან დაკავშირებით. პოლონეთი კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც კრემლისგან საკმარისზე მეტი მოისმინა. მისი პასუხი იყო უზარმაზარი არმიის შექმნა, რომელიც რუსეთის შიშის მიზეზი გახდება. და ამის შესახებ ყველაფერს გაიგეთ ჩვენი ვიდეოს ყურებით. მაგრამ სანამ წახვალთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენ რეალური ადამიანები ვართ, რომლებიც ვამზადებთ კვლევაზე დაფუძნებულ და ფაქტების გადამოწმებულ სამხედრო რეპორტაჟებს. თუ გსურთ ამის მხარდაჭერა, გამოიწერეთ არხი, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები ქვემოთ და განიხილეთ წევრობა ექსკლუზიური კონტენტისთვის, რომელსაც საჯაროდ არ ვაქვეყნებთ. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.